თვითობისა. წავიდეთ სამსახურში. კარგად გრილა თითქოს, მაგრამ რავიმე კარგად ვარ. არ მცივო. წავედით. ბედნიერ დღე ყველას მეგობრებო. მე რანაირად ჩანს კამერაში. ბედნიერ დღე ყველას. ხო და შევუდგეთ მუშაობას. სხვათა შორის ყველაფერი რაც მოცვია დღეს მიკეთია თუ რა ვიცი. ყველაფერი არის დედა ჩემის ლუქში, რომელიც ვიჩუქე. ხო და ფრიად გახარებული ვარ აბა. ფეხსაცმელი ხარაც მოცვია გაჩვენებთ, არის ულამაზესი. ოღონდ არ ვიცი რატო არ ვიცვამდი. აი მართლა წლების უკან მაჩუქა დედამ. მის მერე ნამდვილად 5 წელზე მეტია გასული. ოღონდ არ ვიცი რატო არ ვიცვამდი. ანუ აი ახლა რო ვუყურებ ცოტა ვერ ვიგებ რატო არ ვიცვამდი. აი არ ვიცი. და გუშინ რომ მოვირგე ძალიან მომვიხდინე ფეხზე და აი კაცო აქამდე რატო ანუ ვერ მივხვდი. ალბათ ადამიანებს მე რაღაცები გოცულება ხოლმე არ ვიცი რა. ხო და ძალიან ბევრი რაღაცებია კიდე რაც მინდა რომ მე პერიოდულად დაგათვალიერებინოთ 60 და იმედი მაქვს თქვენც მოგეწონებათ. პირველ რიგში როგორ შეება ეს ჩანთარა ხმშნო რომელზეც ვგიჟდები და ვტაცე ხელი და მოთხარი დედა ეს მიგაქვს თუ ტო შენი იყოს. არაფერი არ მიმაქვს შენი იყოს ყველაფერი. ხო და აი ესე ვიჩუქე უამრავი ნივთი. მოდი ტრასაზე გადავიდეთ ჯერ. დედა ზოგადად არის ძალიან კოხტა ხალი და აი უბაშიც კი რაღაცა მოჯღლარდული არის რა. აი მით უფრო მინახავს აი მაღაზიებში ხალათით რო გადიან მაგალითად. აი მისთვის ეს არის რა შოკი. აი წარმოუდგენელია ხა დედასთვის ჩემთვისაც ან დედასთვის მაღაზიაში ჩავირბინე ხალათით აი არ ვიცი რა არის ეგ და ის არის. ხო და ძალიან ბევრი 60 ჩაალაგა ეხლა რა. რო ჩამოვალ ხოლმე სულ არ ვატარო აი ესეთ გამოსასვლელი კაბების და ძალიან ბევრი აქვს და იქ რა თმინდა და გაყო რა. ხო და ზოგია გამოგზავნა ზოგი დაიტოვა. დედა მე დღეს შირს მივწერდები. მე მაგას თავს გადავავლებ მე ვდგარი ყველა. ხო და გვანცა რაღაცა სისულელებში არ ჩაიცვა ეს კაბები. იმიტომ რომ ზოგი ისეთია მართლა რა. მაგას ჯერერთი ყოველდღიურად ვერ ჩაიცვა, ანუ შანსი არ არის. არა, მითხარ არ გაგიფუჭე. ფეხსაცმელი გაჩვენეთ მოიცეთ. რატო არ ვიცი, ვერ გიტყვით. ამაზე გადავიდია, ისე მომეწონა. გინდა თუ არა გრილია გაიყინები შულო, იმიტომ რომ არ არის ხარ დუტი და არცის და თქვენ ახლა მე სულ მithქვამს რომ ვერ ვიტანს ქალა ჩაცმას. ანუ აი არ შემიძლია რომ ვიხრჩობი და ის რაღაცა დუტი რომ მაგ და რომ აცვია, ნუ აი თავი მგონია რაღაცა მე შოკი. ნუ არ მომწონს რა. მირჩევნია რომ ცოტათ ხლად ვიყო და კარგად გამოვიყურავდი. აი კომფორტულად გრძნობდი თავს. ხო და მე ვთხარი, ნუ ამას იგულისხმარ რომ ხელები აქვს ესეთი რა და მეთქი შენ არ იდარდო. მაგ ხელებს ამოვლუქავ. ისე მომწონს ხალხო ამას შანსი არ არის რომ გავიყინო, მაინც ჩავიცმევ. ნუ ხა რომ მოთოს ვერ ჩაიცმევ, მაგრამ რომ მოთოს ესე იგი მოჩი დამთავრებული გვაქვს სამყაროში. ხლა ჩაცმა. ეხა მაგალითად საბერძნეთში ომს მოთხოვს არ არის ხა ის ტემპერატურა და ხალხი ჯერ ისევ კეტებით დადის და რაღაც, მაგრამ აქ დედამ ჩექმებიო, იქო რავი ხალხი მგონი არ წყიდული ჩექმა, ანუ აი იმდენად არც ვარ, რომ ჩექმის ხალხი არ ყიდულობს. დედაჩემ აი ჩექმით რატო უნდა ვიარო, ანუ ფეხსაცმლის ზუდია სულობ. წავიდეთ. დავიწყოთ რեպეტიცია.
სადამდგე მაგინა. სადამდგე. გიმშვიდობებით. სანამ აქედან გავალ და მერე წაგიჭორავთ კიდევ ახლა გაგანია გლეჯვა რეპეტიციას ვიწყებთ. რაც დედიკო ჩამოვიდა სახლში მეჩქარება, ანუ ერთი სული მაქვს რომ გავიქცე სახლში. მარიამი სახლში მყავს დატოვებულ სამწუხაროდ დღეს. ხო და დაველოდოთ გაიარონ დელეგაცია, მიდის რამ სიგრძე ჯეჭვი. ავედით. Let's go. მამაკაც 24/7-ზე ესე იგი ის არის რა ქვია. გზიდან მაქვს ჩართვი. მოკლედ დედა ამბობს ახლა რომ თებერვლის შუა რიცხვებში შეიძლება ანადრე წავიდეს, მაგრამ ზოგადად ძახის და მინდა ძალიან რომ 14 თებერვალს იქნება აქ იყოს ჩემ დაბადების დღეზე. ანუ 15 წელი ჩემს დაბადების დღეზე არ ყოფილა. ხო, ძალიან ბევრი კითხვები იყო. დედა იყო ესე იგი 15 წელი საბერძნეთში გოგოებო. და რამდენი წელი არ გინახავსო და დაახლოებით 6 წელი. ხო, დაახლოებით 6 წელი არ მინახავს. და არ ჩამოსულა 15 წლის მანძილზე საქართველოში. შესაბამისად თუმცა მე მქონდა ხო შემთხვევაში მის ბედნიერება რომ ორჯერ საბერძნეთში ჩავსულიყავი. მაგრამ საკმაოდ დიდი ინტერვალის მერე მომიწია. ახლა სამწუხაროდ. ესე იგი, როცა დედა წავიდა, იყო კატასტროფა. ხალხი აი როგორ გადადიოდნენ ემიგრანტები, იცით რომ კასრებში ისხდნენ, ტყე-ტყე დადიოდნენ. ახლა მილიონი გზაშება გამოიძებნოს, რომ ძალიან ცივილურად და მშვიდად ჩაფრინდა. ანუ და არ იყო რაღაც ავტობუსის რაღაცებში შემძურალი და ადრე ეგრე მიდიოდნენ 15 წელს უკან, ვინც ახლა მიყურებს და ხართ ამდენი ხანი საზღვარგარეთ, თქვენ ძალიან კარგად იცით რას ნიშნავს ესე გადაპარვით წასვლა და ადრე როგორ იყო. ძალიან კარგად გეცოდინებათ, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმე რეალობა იყო ოჯახისთვის. თან დედას ჰქონდა ფეხზე ოპერაცია გაკეთებული, ტერფი და რაც ნაწილი ჰქონდა ამოჭრილი ხორცის, იმიტომ რომ შუშა შეერჭო.
და ანუ ვერ იგრძნო როგორც ჩანს რაღაცა წვრილი ნაწილა კი ანუ იგრძნო რომ რაღაცა იჩხვლიტა მაგრამ ეს ჩხლეტის შეგრძნება ქონდა უბრალოდ იფიქრა რომ ისე რომ გაიფშნიტა რაღაცა ფეხი ну всё თქო რა ესე იფიქრა რომ არ ქონდა არაფერი როგორც ჩანს მოწესაზე გადავიდეთ მოკლედ როგორც ჩანს ეს კრისტალები ეს წვრილი ძალიან წვრილი ეს ნაფლეძის ნაგლეჯები მაინც შესულა ხორცში მე პერიოდულად ტკიოდა მაგრამ ესე ანუ დიდად არ აქცევდა ყურადღებას რა ხო და ამასობაში გართულდა იმ დონემდე რომ ფეხმა ლამის ლპობა დაიწყო ამ დროს უკვე დაგეგმილი იყო საბერძნეთში წასვლა მისი გაიკეთა ოპერაცია და საკმაოდ ხორცის კარგად დიდი ნაჭერის ამოკვეთა მოხდა რომ უკვე დაზიანებული იყო და არ შეიძლებოდა მისი გაჩერება და არც მკურნალობას აღარ ექვემდებარებოდაო და ამ ნატკენი ფეხით ხო თან ეს რომ მოხდა და ოპერაცია გაიკეთა ძალიან მალევე გამოსა ბრანძლავი ცოტა ვიყავი ბოლო პერიოდი ტკივილები მქონდა ანუ ვერ ვიგებდით ხანაღველი გოგონა ხარა გოგონა და რომ მიმიყვანეს ერთ ანუ რესტორანში ვიყავი ჯგუფელებთან ერთად ხო და ვიყავი ძალიან ცუდად ფერი არ მედო სახეზე ძალიან ცუდი შეგრძნებები მქონდა ღამე გავხდი ძალიან ცუდად და უკვე გამთენისაც რომ მიმიყვანეს კლინიკაში შემდგომ წამიყვანა იმიტომ რომ დედა ახალი ოპერაციები იყო ფეხზე და უთხრეს რომ ანუ ამ სახში წასვლაო უბრალოდ არ შეიძლება შეგზაში მოგიკვდეთო იმიტომ რომ უკვე ისეთ მდგომარეობაში მქონდა რომ ეს ჩირქი უკვე გასული იყო ორგანიზმში და აქეთ-იქით იღრებოდა რაც ნიშნავს იმას რომ თავის დროზე თუ არ მიხედავ და არ მიუღწრებ შეიძლება ფატალური შედეგამდე მიხვიდე რა თქმა უნდა და ვერ იქნებოდა ვერანაირად ჩემს გვერდით პალატაში მე უკვე როცა მოვლა მჭირდებოდა ვიყავი რამდენი კარგად ბევრი და ჩვენთან ცხოვრობდა ქირით გოგონა მაკა რომელიც ახლა საბერძნეთში ცხოვრობს ოჯახთან ერთად აი არ ვიცი ბევრი ახლობელი რო არ გაგიკეთებს აი ისე მომიარა როგორც საკუთრების მოულიდა და ჩვენ ისე ცხოვრობდით აი როგორც ერთი დიდი ოჯახი რა ეს ახლა როა ცოტა ცივი ურთიერთობები თქვათ ქირით ცხოვრობ ადამიანებთან და ეგრეთ წოდებულ ხაზეიკას რო ეძახდნენ ეგრე არ ვიყავით რა რაცა ერთ ოჯახად ვიყავით ერთი რაღაცა ყველა ერთმანეთის სატკივარს განიცდიდა ბედნიერება უხაროდა და ოჯახი ვიყავით ეხა ოჯახის წევრად რო ყავს მიღებული მე სხვანაირი ურთიერთობებია ხოლმე მოკლედ დედა რა თქმა უნდა ვერ მაკამ ედგა თავზე საკმაოდ რთულად გავიარე ეგ პერიოდიც მე ხო ყველაფერი რთულად გადამაგ და მალევე გაფრინდა კი არა და ავტობუსით მოვწი წასვლა დედაჩემს უმძიმესი დღე იყო მაგ დღეს გახსენებაც კი არ მინდა დედა რო წავიდა ანუ უბრალოდ ალბათ ჩემი ემოციურობა ჩემს ცხოვრებას ძალიან მიინგრევს და ძალიან უკან ხევს იმიტომ რომ უბრალოდ გამოვალ იმ მდგომარეობა მქონდა ფსიქოლოგიური დედის წასვლის მერე მივხვდით იმაზე რომ არ ვიყავი 5 წლის ბრის და 10-ის და მეტის ვიყავი მოკლედ ძალიან რთულად გადავიდა იარა ტყე რა ვიცი 1000 იქვე წარმავლების ანუ შოკში იყო დედა ჩემი და ქონდა უზარმაზარი ვალი იმიტომ რომ ახლა ბევრად დაბალფასში შეგიძლია წახვიდე ვიდრე მაშინ გადაპარვები და მაშინ ძალიან ბევრი იყო ის რაც იყო და რა ვიცი წლები დაჭირდა იმოლების გადახდას შესაბამისად მაშინ ესი არ იყო უვიზო და ეს ვიზა და მთელი ამბები რაც უბრალოდ გამორიცხული იყო ვინმეს გაეკეთებინა და ამასთან ერთად პრობლემა კიდე რა იყო ის რომ არ იყო მაშინ არც ინტერნეტი ასე ტელეფონებიც ესე ყველა მეორეს არ ქონდა რო დარეკავდა 2 წამი უკვე იმდენი ეწერებოდა რომ ფაქტობრივად კონტაქტი ისე გქონდა არა თავიდან დასაწყის ეტაპს ნუ მე ხარ ეს ტელეფონები გამოჩნდა როცა უკვე ინტერნეტი გაგვიადვილდა ბევრად ცხოვრება მის გარეშე და მას ჩვენს გარეშე ბევრად იმიტომ რომ რასაც ყოველ წუთიერ კონტაქტზე ვიყავით და კარგად ბევრი წლის მერე ვნახე დაახლოებით 7 თუ 8 წლის მერე ვნახე და პირველად ისე რომ
ყველას ჩვენი წილი, ძალიან დიდი ტკივილი გვაქვს ამ საყაროში. რა ჯობია იმას სახლში რომ მოდიხარ და ხმარო გესმის შენი შობლის და ოდეყავა მომიტუყერა და რომ მოგიტუყეს ცუდად ვარ, ძალიან შოკში ვარ. ახლა მაღლა სართულზე ავიდნენ სტუმარი მოგვივიდა და მე დაბლა დავჭი, იმიტომ რომ უკვე ნერვი აღარ მაქვს არც ერთიდან. დაღლილი ვარ, განა გვიან მოვედი, ხახო ადრე მოვედი, უბრალოდ ტყუპი ცოტა გადავიღალე უკვე და უძილობით. რა თქმა უნდა ვიქეიფოა, თქვენ წარცამთ. სტუმარი ხაი უცხო და რაღაცა კი არა და ძალიან დიდი ხნის უნდა ხავდა და მე კი არა, აი ყოველგვარად ნახულობთ ისედაც, ამიტომ მითქი თქვენ წადით. თქვენ სახლში დავრჩებ. ეს ჩემი გამოვარ და აიღო თავისი აი როგორ დადის ხოლმე ხო იცით 8 ჩემოდნით ხო და აეგრე ბებო ზაკო წამიყვანო გამოეკიდე კისრის ტექვით ეს უკეთეს იყავი ზად იყვანე დიდი კვარი ზოგადად ისეთი რომ აი ეს დაყვირებები და აი რაღაცას რო ეტყვი და აი და ეს ასე არა რა მე ასე მყავს მიჩვეული ან რა ხო ხდებით არ აქვს მნიშვნელობა იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება ვინც თავის თავზე იღებს რომ აი შენ ესე ხარ მაგრამ მე ასე მინდა რო იციან ხოლმე ხო იცით დედებმა და დედამთილებმა შვილთან დაკავშირებთ ანუ შვილიშვილთან დაკავშირებით მსგავსი რომ დედას არ ახასიათებს არც ჩემთან და არც ჩემთან აი რო იტყვიან ჩემი ძმა და ის რომ ეს ასია მორჩა და მეც რაღაც რა ვთქვი დედა ეს ასია რაღაცა მარიამთან დაკავშირებით ეს ასია და ძალიან მომწონს რომ აი ეს ის არა აქვთ გესმის რომ აი ბევრი მინახავს ბევრი წამიკითხავს ჯგუფებში ვდებენ რომ აი დედამთილმა ჩემ შულზე ესე არ მაცდის არაფერს თვითონ წყვეტს რა ჩავასვა თვითონ წყვეტს რაზე ვატარო თვითონ ანუ სიტყვა ვერ მithქვა ანუ ხო ხდებით რა მეთაცები არა მადლობა ღმერთს დაყავ მithქას თვალები მეკუჭება ახლა ფიქრობ ხარ დავიცინო გავიპარო მიხედავენ ისინი ერთმანეთს დღეს გულავ დღეს კი არა ზედიკო ჩამოვიდა ბავშვთან დაკავშირებით გულავ მცირა გარდას არ შემცირები ხა ხო ჩართულია გათბობა თბილა სახში განართბება მაგრამ მე მაგანგალებს რატომღაც უნდა არ ვიცი რატო ეს ნიშნავს ეს კანგალი დღეს კი ნაღამ ხალხო მანქანა დავაჯახეთ იმას გოგოს მარშრუტკამ ის რა არის გაბიცეთ მოვდივართ და გადმოგვეცოს და გოგო მოგვიახლოთ კი კაი დიდი სისწრაფით არ მივიდოდით ვერ გააჩერებდა მამძღოლი უსიგნალებს გოგო აქ არ არის რას გაიგებდა კიდე ანუ ტიპს არ ესმოდა პანჯერაზე უბრახუნებს ხა გათიშვი პატარა გოგო იყო ეს ალბათ 15-16 აი ამასაკისა და ასე რამ გათიშა ეს ბავშვი მე ჩემამდე არ დადეს ხალხო გონზე ხო მივახო და ლამის დაეჯახა ესე ამოხი და გაიარა ანუ გათიშვული იყო ვიცი რა თქვი რამე ხო არ მოწიანე რა გათიშა შვილო არ ვიცი განა არ გვემართება კაც როგორ არა მაგრამ ანუ იმდენად ფაქტორად დაეჯახა ფიცით ქმის აღარაფერი უკლდა და იმას რეაქცია არ ქონდა ისე შეგვეშინდა ყველას აი ვერ წარმოიდგენთ რა ხო
მიხოწევთ ვინ ჩემი კვებით ღიზიანდებით აღკროლეთ იმიტომ რომ კიდე მაქვს საჭმელი აქ და უნდა მივირთვა აი ესე გადავწყვიტე რომ თქვენთან ერთად მივირთვა მე ვერ დავმალავ რომ აღიზიარებს ჭყლაპუნი აი ჭყლაპუნი უნდა ხმებს რომ გამოსცემენ მაგიზიანებს არ მომწონს თუ ეს არის მუკბანგი თუ არის მუკბანგი საქართველოში რა გითხრათ მაგრამ უცხოელებს ვუყურებ ხოლმე თუ დრო მაგ და თუ აი სკროლი ზურ შემხვდა და რაღაც ეგრე რა ვუყურებ ხოლმე რამდენიმე წუთით წამით აი ესე ვადევნებ თვალსა ძალიან მიყვარს ანუ ოღონდ გაჩნია აი რაღაცას რა ვითხრა პირში ეგრე არ მომწონს ანუ რაღაცა ესთეტიური თუ არის მომწონს თუმცა რაღაც მომენტში მაგიზიანებს ხოლმე მაგრამ აი რაღაც მომენტში ვუყურებ ქართველებს ვერ გეტყვით რომ აღფრთოვანებული ვარ მაგრამ ერთი ბიჭი არის აზმერ ვიდეოებს იღებს არ მახსოვს ანუ რა ქვია ადრეც გაგითხარით თქვენ მე და მგონი თქვენ შემახსენეთ უკეთ არ მახსოვს აქვს ძალიან ესთეტიური ვიდეოები რაც ძალიან მომხიბლევია ჩემთვის სულ დიდხანი აღარ შემხვედრია ხო და თან მომწონს ანუ მე ვფიქრობ რომ ამ გახრით რომ წასულიყო ეგ ბიჭი აღარ შემხვედრია მისი ვიდეოები არ შევაღარცდებს ძალიან ბევრი გამომწერი ეყოლებოდა ანუ ძალიან ხარისხიან ვიდეოებს დებდა ანუ ისე არ იყო რომ მოდი ღზე იკიძე დავიჭერი და მუკბანგი მაგარიყო ანუ ხო ხდები და ზოგადად ყველაფერს მუკბანგს რო აწერენ ცოტა მაგიზიანებს იმიტომ რომ აწერ მუკბანგს და რავი მთელი მსოფლიო ჩას მერე და მუკბანგი ჩას 2 წუთი რა ვიცი ეგრე და ან თებსე გიდევს აბსოლუტურად შეუსაბამო საკვები აი მთავარი რომ დაიყარო რაღაცები და ვითომ მუკბანგი გადაიღე და არაფერი არაფერს რო არ უხდება ხა ეგ ინდივიდუალურია და გემოების ამბავია მაგრამ ანუ აი ხვდები ძალიან რაღაცა სისულელეები რო გიდევს ხა ყავას და სოსისი ერთად აი ძალიან სასაცილოა მაგრამ რადგან ყავა უკვე დაწყებული მქონდა და სოსისი შემომემატა მოკლედ არ დარდობ მაგრამ ხა მუკბანგს რო იღებ ეგ კიდე სხვა რამეა რა ხა ესე არ დავჯდები მე ყავი და სოსისით ხო ხვდებით თან სუდი რაც არის ანუ არის ის რომ რაც შემხედრია რამდენიმე აი ძალით აი რაღაცა ძალით აკეთებენ ამას აი საქართველოში მუკბანგები რაც შემხედრია უმრავლესობა ძალიან ხელოვნურია არის კაცო უცხოენოვანი მუკბანგერებიც სადაც მკვეთრად აკეთებენ რაღაცებს იმიტომ რომ ეს ხმების ის იყოს მაგრამ სულ რო ძალით აკეთებ ცოტა სასაცილოა რა რა გითხრათ მე არ მომწონს ამიტომ ნაკლები ჭყლაპუნი თუ არ ვიღებთ მუკბანგს რა თქმა უნდა მე და მუკბანგერი ერთი პერიოდი ვიფიქრე კიდეც ხო გახსოვთ მაგრამ ვიხდი რომ რავი ძალიან მეზარება აქედან დავიწყო აი ყველაფერს თავი დავდოთ მაგრამ მეზარება ყველაფერს თავი დავადებოდ მე ხა კალორიულ დეფიციტზე ვარ ახლა დღეს არა ვარ მაგალითად და გუშინ არ ვიყავი ხო თქვათ ვიძახი და აშიბა ხოლაც არ ვიყო მაგას არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ ზოგადად ვარ და ახლა ამ კალორიულ დეფიციტში რა მივირთვა გიხოცები ანუ მუკბანგი დავარქვა და ხა 2 წუთიანი მუკბანგს ჯობია ერთვაგად